არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა: ეს არის მთავრობის დაკვეთა და უფრო შორსაც მიდის, ეს არის რუსეთის დაკვეთა. ასე აფასებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ამბობს, რომ მან ისედაც კარგად იცოდა ვინ ებრძოდა. არქიმანდრიტის თქმით, მას არაფრის ეშინია, რადგან ბრძოლაში ის ღმერთის მხარდაჭერას გრძნობს. ვამბობდი, თუმცა ფაქტები ცოტა მქონდა, მაგრამ დღეს ფაქტი მაქვს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა. ცნობისთვის, არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებისთვის საპატრიარქომ მკაცრი გაფრთხილება მისცა. გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიამ მიიღო, ნათქვამია, რომ ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარს ახსნა განმარტებისთვის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს. საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საჯარო განცხადებებში დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისწამლებული ხასიათის დარღვევები იკვეთება. რეალურად რა შეგვიძლია ვთქვათ? ადამიანები, სასულიერო პირები, რომლებიც არ ამხელენ უსამართლობას, რეალურად ეკლესიის სამართლის მიხედვით არიან განსაკვეთი. ახლა ვისაუბროთ არქიმანდრიტ დოროთეზე. არქიმანდრიტი დოროთე ამ აქციებამდე არსად არ ჩანდა ეს საზოგადოებაში. ნუ თუ მანამდე ვერ ნახა უსამართლობა. მაგალითად, გახარიას პერიოდში, როდესაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, მაშინ არ იყო პრობლემა, ეხლა არის მხოლოდ პრობლემა. ანუ მე არ მჯერა, არც არქიმანდრიტი დოროთესი, რომ ის ბოლომდე გულწრფელია. ის არის მხარე და როდესაც ხარ მხარე და არა ქრისტეს მებრძოლი და მხედარი, აქ უკვე მწვალებლობას აქვს ადგილი. აღარაფერს ვამბობ იმ სასულიერო პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც თევზებივით პირში აქვს წყალი ჩაგუბებული და ზოგადად უსამართლობაზე ხმას არ იღებენ არასოდეს. ეს არის ქრისტეს კიდევ ერთხელ ჯვარცმა. ამიტომ ზოგადად უდიდესი პრობლემა არის ქართულ ეკლესიაში ის, რომ ყველა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და არავინ არ ფიქრობს თავისი ერის შვილებზე და სანამ ეს იქნება ასე, მანამ ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება. პოლიტიკოსებზე რატომ ვლაპარაკობთ, როდესაც სულიერებაში გვაქვს გარღვევები, ხო? როგორ უნდა მოსთხოვო პოლიტიკოსს ადამიანის დახმარება, როცა სასულიერო პირების უმეტესობა არ აკეთებს ამას? და კიდევ წუწუნებენ, რომ აქეთ არიან დასახმარებლები. აი ეს ჭირი გვჭირს ჩვენ. ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი, არიან გამხდარები სასულიერო პირების მონები, რაც სავალალო შედეგებით მთავრდება და ამას ვიმკით ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ გაეცანით წმინდა წერილს, იკითხეთ ბიბლია ყოველდღიურად თითო თავი მაინც და დაინახავთ რა არის რეალობა, რას გვასწავლის ქრისტე და ყველაფერს ნუ დაუჯერებთ სასულიერო პირებს, რასაც ამბობენ, რადგან ისინიც ადამიანები არიან და ისინიც იქიდან გამომდინარე საუბრობენ, საიდანაც თვითონ გრძნობენ თავს უკეთ, ან იგრძნობენ მაინც. აბა კარგად ბრძანდებოდეთ.